საბერძნეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. თემატური პანელის ფარგლებში ქართული დიპლომატიის სიტყვით გამოვა და აქცენტს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გააკეთებს. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გრძელდება და აქ ჩამოსული სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები, მინისტრები თუ საექსპერტო წრეების წარმომადგენლები განაგრძობენ საუბარს იმაზე, როგორ უნდა გადაეწყონ განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ახალი რეალობის შესაბამისად, რომელსაც ქმნის ძალიან სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური გარემო და სწრაფად ცვალებადი უსაფრთხოების არქიტექტურა. დღეს რამოდენიმე საინტერესო თემატური დისკუსიაა დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში. ერთ-ერთი მათგანი შეეხება სწორედ შავი ზღვის აუზს და აი ამ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის როლზე, როგორც რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცების თვალსაზრისით, ისე ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებაზე, რომლისთვისაც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას წევს, რათა ერთის მხრივ თავად ქვეყანა მიიღოს სარგებელი, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს კონტინენტზე სწორედ შუა დერეფნის გავლით გაჩნდეს ახალი სამარშრუტო გზა როგორც ტვირთებისთვის, ისე ენერგომატარებლებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ფორუმების დღის წესრიგში ფოკუსი კეთდება საქართველოსზე, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე და შესაძლებლობა გვეძლევა, რომ გავცეთ პასუხები იმ კითხვებს, რაც არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით და ერთგვარად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ხედვა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. თუ როგორ ჩანს, თანამედროვე გამოწვევები საქართველოსთან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რა მიმართულებებით უნდა განვავითაროთ ურთიერთობები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში. პარალელურად დღესაც გრძელდება ორმხრივი შეხვედრები. თავად დელფოსის ფორუმმა სტარტი აიღო გუშინ, ის გახსნა საბერძნეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლით, ჩვენ არაერთი საინტერესო სიტყვით გამოსვლა მოვისმინეთ. ფორუმი ოფიციალურად დაიხურება ხვალ, თუმცა ქართული დელეგაცია საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქს დელფოს, რომელიც ახლა უკვე ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს, დღეს დატოვებს და ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება. მადლობა სალომე ქოქიაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.